ორი ასლი ამ მასალის უნდა გაუგზავნოს ანტიკორუფციულ ბიუროს, რაც რა თქმა უნდა სრულიად აბსურდულია ასეთი მოთხოვნების დაწესება და ასეთი რეგულაციების შემოღება. მალე რაჟდენ კუპრაშვილის ერთ-ერთი ფუნქცია სხვისი ელექტრონული წერილების წაკითხვა იქნება. საქმე ეხება რუსული კანონის ახალ ვერსიას, რომლის მიხედვითაც აგენტების რეესტრში დარეგისტრირებული პირები ვალდებული იქნებიან, ვიდრე ვინმესთან მეილს გააგზავნიან, ასლიჯერ რაჟდენ კუპრაშვილს წააკითხონ. მისი მიზანი არის არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია ორგანიზაციების, ფიზიკური პირების დევნა იმ საქმიანობის გამო, რომელიც სრულად თავსებადია საქართველოს კონსტიტუციასთან. მესამედ მიღებულ რუსულ კანონზე დღეს ქართულ ოცნებას ეუთა ოდირის უმწვავესი დასკვნა წამოეწია. როგორც ჩანს, ოდირმა კარგად იცის ქართული ოცნების მთავარი არგუმენტი. ამიტომაც ივანიშვილის პარტიას ურჩევს, რომ სხვა ქვეყნებიდან კანონების გადმოტანამდე გაიაზროს, ესადაგება თუ არა ეს კანონი საქართველოს რეალობას. სამოქალაქო საზოგადოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისთვის და ნებისმიერი ახალი მოთხოვნა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად უნდა აძლიერებდეს მათ საქმიანობას და არა შეზღუდვებს უწესებდეს. ოდირის შეშფოთებას შეშფოთებით პასუხობენ ქართულ ოცნებაშიც. ივანიშვილის გუნდი არც უარყოფს, რომ მათთვის არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა დიდ თავის ტკივილად იქცა, რადგანაც სწორედ მესამე სექტორი საუბრობს იმ პრობლემებზე, რაც საქართველოში სასამართლო სისტემაში ადამიანის უფლებების თუ კორუფციის მიმართულებით არსებობს. სამაგიეროდ ჩვენ ვშფოთავთ, დიახ, ჩვენ ხელისუფლება ამდენი ხანია უკვე ვლაპარაკობთ და ვშფოთავთ იმ პრობლემებზე, რომლის მოგვარებასაც ცდილობს ეს კანონები. თუ რაიმე სამართლებრივი პრობლემა აქვს აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, აგერ არის დიღომში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, არსებობს თეთრი სახლი ვაშინგტონში. ქართული ოცნების არგუმენტები ამერიკულიდან გადმოკოპირებულ კანონზე იქ მთავრდება, სადაც ჩნდება კითხვა, მოუწევს თუ არა მაგალითად საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დარეგისტრირება აგენტების რეესტრში, რადგანაც ამავე ორგანიზაციის ამერიკის ფილიალი ფარას რეგისტრაციაში არ არის. ოცნების მიერ მიღებულ რუსულ კანონსა და ამერიკაში მოქმედ ფარას შორის მთავარი განსხვავება სწორედ ეს არის. ამერიკაში არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, მაგრამ რეესტრში არ რეგისტრირდებიან. ამერიკული ფარა არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იცავენ ადამიანების უფლებებს და ემსახურებიან იმ მოქალაქეებს, ვისი უფლებებიც არის დარღვეული. ეს არის ასე, ეს სტანდარტი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. რუსული კანონის ამოქმედებამდე 57 დღე დარჩა. ორ თვეში ქართული ოცნება მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ კი ისინი აგენტებად არ დარეგისტრირდებიან, ციხით დაემუქრება. თუმცა აგენტების რეესტრში დარეგისტრირებას არც ერთი გავლენიანი ორგანიზაცია აპირებს.